შემდეგი ახალი ამბავი არის ისევ ღვინოს უკავშირდება, ოღონდ ამჯერად ევროპის მხარესაც არის ინტერესი საქართველოს მიმართულებით. ვილნიუსში, ლიტვის დედაქალაქში იმართება ღვინის დღეების ფესტივალი. საქართველოს ეროვნული ღვინის სააგენტოსა და ლიტვის საელჩოს მხარდაჭერით 7 ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა ამ ღონისძიებაში და ადგილობრივ ბაზარზე აცნობენ ქართული უძველესი ტექნოლოგიების ქართული ღვინის დაყენების, ქვევრის ღვინის დაყენების ტექნოლოგიებს. საინტერესოა, რომ ლიტვა საქართველოდან ექსპორტირებული ღვინის ქვეყნების ტოპ 10-ულშია და რა თქმა უნდა ლიტვას სტუმრობს ევროკავშირის ბევრი ქვეყნის წარმომადგენელი და მათთვის ხელმისაწვდომი იქნება ქართული ღვინის მეტი სახეობა, მეტი ინფორმაცია. ღვინო რომ ის არის ძირითადად შეგვიძლია რომ ვიამაყოთ, მე მგონი ამაზე არ ვსაუბრობთ და ყოველთვის თანხმდებით. რა თქმა უნდა. და ძალიან კარგია რომ საქართველოს საექსპორტო 10-ულში ხდება ღვინის პროდუქცია. რა თქმა უნდა.